შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანია გურიას, 25 არხისა და ტელეკომპანია გურჯაანის წარმომადგენლებმა იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ ეხმარება საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა ტელევიზიებს განვითარებაში. ამერიკის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ი უკვე 2 წელია აღნიშნულ პროექტს ახორციელებს. პროექტი ქართული და ამერიკული რეგიონული ტელევიზიების დამეგობრებასა და ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონკურსის შედეგად ყოველწლიურად 2 რეგიონული ტელევიზია ირჩევა, რომლებსაც IREX-ის შეერთებული შტატების ლოკალურ არხებთან აკავშირებს. პროგრამის ხელმძღვანელთა განცხადებით, მედია პარტნიორობის პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. კონკურსში გამარჯვებულ ტელევიზიებს კი წარმატებები უსურვეს. I'm very pleased to be here today. დღეს მექნება შესაძლებლობა პირადად მიულოცო ჩვენი მეორე კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებიც გამოვლინდნენ რეგიონალური მედიის განვითარების პროგრამის ფარგლებში. მეცხრე არხის, ახალციხის და გურია TV-ს წარმომადგენლების მხრიდან ველი მათთან საუბარს, ასევე ველი გურჯაანის ტელევიზიისა და ბათუმის 25 არხის წარმომადგენლების მხრიდან იმ მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენას თუ რაოდენ წარმატებული იყო მათთვის ის პროგრამა, რომელშიც მათ მიიღეს მონაწილეობა. ამ პროგრამის განხორციელებით ჩვენ უწყობთ ხელს მედიის განვითარებას საქართველოში. ეს პროექტი იძლევა საშუალებას ჩვენ გავიგოთ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ მუშაობენ იქ დამოუკიდებელი მედიის საშუალებები და რა საშუალებებს იყენებს სარედაქციო დამოუკიდებლობა, თუნდაც და ჟურნალისტი, რომ უკეთესად მოახდინოს და ეფექტურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, ანუ ისე რომ ამან მიიღოს კონკრეტული შედეგები. როდესაც რეგიონული ტელევიზიები ერთად იკრიფებიან, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ამას ესწრება თუ თავად ამერიკის სილჩიეს იმართება საელჩოში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირველი ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო თავად საელჩოს და ბატონ ილჩს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ის იჩენს რეგიონული მედიის მიმართ. ჩვენი ტელევიზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში ხვებულობთ მონაწილეობას. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თვითონ ისეთი ქვეყნის გამოცდილების მიღება, ისეთი ქვეყნისგან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც რეგიონული მედია ძალიან განვითარებულია და პოპულარობით მაღალი პოპულარობით სარგებლობს და მაღალი რეიტინგი აქვს. ველით რომ გაიზრდება ჩვენი პროფესიონალიზმი, ველით რომ ბევრ ახალს გავიგებთ, ველით რომ ჩვენი მაყურებელი უფრო ხარისხიან პროდუქციას მიიღებს, უფრო საინტერესო პროდუქციას მიიღებს და მოგებული დარჩებით როგორც ჩვენ ტელევიზია, ასევე ჩვენი მაყურებელი. ეს პროექტი არ სრულდება წელს, გაისად გამოცხადდება განმეორებით და კიდე დამატებით 2 ტელევიზიას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ გაცვლით პროგრამაში. ჩვენ დღეს მოვისმინეთ შედეგები და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო ეს შედეგები, რომელიც გავეცანით. იყო გარკვეული შეცდომებიც ამ პროგრამის განხორციელებისას, იყო უფრო მეტი მიღწევა, შესაბამისად ამ შეცდომების გათვალისწინებით და მიღწევების გაზიარებით ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი დასრულდება პროექტი წელს და გაისად.